გურა მეც მიხარია შენი დანახვა ფორმულას ეთერში და დღეს გიყურებდი ცარიელი ფურცლებით როგორ მიხვედი სასამართლოში. მოდი კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს მაყურებელს რა იყო ეს შენი მხრიდან რისი დემონსტრირება. ხო, სატელევიზიო ჟურნალისტებს გვიყვარს ვიზუალით ამბების მოყოლა და ეს შეიძლება ვიღაცას გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მართლაც არიელი ფურცლებია საქმეში. მართალია დღეს სასამართლოში ჩემს კოლეგებს დავურიგე, მაგრამ აი შენს გადმოგცემ. მინდა რომ მაყურებელს აჩვენო უბრალოდ, აი მაგალითად აი ეს გვერდი ძალიან საინტერესოა, აი მაყურებელს ვაჩვენოთ რა წერია. შეგვიძლია ვაჩვენოთ მაყურებელს. არაფერი არ წერია. არ არის არც ერთი ეს არის ცარიელი ფურცლები, ეს არ არის მხოლოდ რაღაც სიმბოლური ფლეშმობი. საქმე მართლა ცარიელი ფურცლებით არის სავსე და მე უბრალოდ მოუწოდებ პროკურატურას ეს ფურცლები გადაამუშავოს და რამე კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენოს, ამ საქმისთვის არ გამოდგება. რაც შეეხება სასამართლოს ხდომას, ვახო, რომელსაც დღეს ვერ დავესწარი და საქმე როგორ განვითარდა ამაზე უბრალოდ მოკლედ მინდა აღწერო. ოდნავ დამაგვიანდა ნამდვილად, მაგრამ ხდომა არ იყო დაწყებული. მანდატურებმა შემაჩერეს ნომერ მე-7 სასამართლოს ხდომათა დარბაზთან და მითხრეს, რომ ვერ შევიდოდი. მე მათ განვუმატე, რომ ვიყავი დაზარალებული სტატუსის მქონე და მქონდა უფლება, რომ დავსწრებოდი ის ხდომას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახურული ფორმატის განხილვაა. მანდატური შებრუნდა დარბაზში, სადაც ჯერ არ იყო შემოყვანილი არც ერთი ბრალდებული, მაისაშვილის და ჩემი საქმე ერთად განიხილება და მასზე თავდასხმისთვის დაკავებულებიც ერთად არის ამ ხდომათა დარბაზში. ისინი ჯერ შემოყვანილები არ იყვნენ, მოსამართლეც რაღაცებს აგვარებდა იქ ტექნიკურად, ემზადებოდნენ მოკლედ დასაწყებად და გამობრუნდა მანდატური პასუხით, რომ მე ეს ხდომას ვერ დავესწრები, რადგან არის დახურული. მე ვუხსნიდი, რომ მქონდა ხდომაზე შესვლის უფლება, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ეს იყო მოსამართლის განმარტება და დეტალები უნდა გამერკვია სხვა. რატომ მოხდა ეს, როგორ ფიქრობ? ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ არ სურთ, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ საქმის მასალებზე. ჯერ ერთი დღეს საკუთარი სურვილით ყოფილი მოსამართლეები დამიკავშირდნენ, მათ შორის უცხოეთში მყოფებიც და თქვეს, რომ ეს არის გაუგონარი ამბავი, თუნდაც დაგვიანებით რომ მეთხოვა მე შესვლა, მე მქონდა ამის უფლება, ამას მეუბნებიან მოსამართლეები. მე ვარ დაზარალებული ამ საქმეზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღეს უბრალოდ პროკურორი ცდილობდა ვახო იმის განმარტებას ჩემი კოლეგებისთვის, რომ მე დამაგვიანდა და ამიტომ ვერ შევედი, ეს არის სიცრუე. და ხდომა არ იყო დაწყებული, როცა მივედი. რატომ არ უნდათ რომ ჩვენ დავესწროთ და ზოგადად ვილაპარაკოთ ამაზე? არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეს ხდომა გაგრძელდეს დახურულ ფორმატში. მე უკვე დღეიდან მოვითხოვ, რომ გაიხსნას კარი, სასამართლოს კარი, თავიდან როცა დახურეს ეს ხდომა პროკურატურის მოთხოვნით, ვახო ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ როცა სასამართლო ჯერ კიდევ არ იყო არსებით ფაზაში გადასული და უბრალოდ ტექნიკურ საკითხებზე წინა სასამართლო განხილვა იწყებოდა, პროკურორმა გვითხრა, რომ საქმე განიხილებოდა სასამართლოს ხდომათა დარბაზში დახურულ რეჟიმში იმ მოტივით, რომ დაცული ყოფილიყო სპეცსაზღვრების უსაფრთხოება და მათი ვინაობა არ უნდა გასაჯაროებულიყო. ეს ძალიან კომიკურად გამოიყურება გურამ, იმიტომ რომ თავად ყველამ ვიცით, იმიტომ რომ თავად გამოდეს ვებგვერდზე ეს და მე მახსოვს რომ ელისო ურეკავდა აქედან და ეუბნებოდა რომ ეს რაიმე შეცდომაა თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც თქვენ გამოაქვეყნეთ სახელები და გვარები. კი, სასამართლოს ვებგვერდზე, სადაც იდება აი დღეს ახლა ხვანიდელი სასამართლოს ხდომების ჩამონაწერია, იქ ჩამონათვალი, სადაც მითითებულია მხარეები, ვინ არიან სახელები, გვარები, ხო? რადგან ეს საიდუმლო საქმეა, წესით არ უნდა იყოს საქმეები. აი დღესაც ახლა, აი არ ვიცი თუ ჩანს. ესე იგი ეს მეორედ მოხდა. სასამართლოს ხდომათა სასამართლოს ვებგვერდზე, აქ წერია ჩამონათვალი მოსამართლე თამარ მახარობლიძე, მხარეები გიორგი ბოლათაშვილი, გურამ კირკიტაძე, ტარიელ ბუქულაშვილი. ანუ თვითონ ეს გურამ დავაზუსტოთ, ეს მეორედ ხდება, ანუ დღეს მოხდა. მანამდეც მოხდა და დღესაც მოხდა. კი, მანამდეც მოხდა, როცა ელისოსთან ვიყავი სტუმრად და ელისომ ახალი გამოძიება გაასაჯაროა. დღეს ისევ არის ეს ყველაფერი საიტზე და ჩვენ ეს აქაც შეუძლია ნახოთ. ბოლათაშვილი, ნადირაძე, პროკურორის სახელი და გვარია, გურამ კირკიტაძე, ტარიელ ბუქულაშვილი. როგორ შეიძლება რაღაც იყოს საიდუმლო და ვებგვერდზე იდებოდეს. აღარ არის საიდუმლო. აღარ არის და ეს იყო ერთადერთი საბაბი, რითიც ამბობდნენ, რომ ჩვენს ხდომა უნდა დავხუროთ.
მაგრამ ეს საბაბი განეიტრალდა. ეს საბაბი აღარ არსებობს. აღარ არსებობს. აი ფოტოები ახლა შენ აჩვენე, მადლობა ამ წინა სიტყვებისთვის, ედიტორიალისთვის, რომელიც ძალიან ამომწურავი იყო და ქრონოლოგიას აჩვენებდა, როგორ განვითარდა პროცესები, აბსოლუტურად ვისაც ამის გაგება უნდა, ამ შენი შესავალი სიტყვიდან ყველაფერს გაიგებდა. რატომ არის დახურული? აი ამ ცარიელი ფურცლების გამო, იმიტომ რომ საქმეში არის ცარიელი ფურცლები და დასაცინები არიან პროკურორები. იმიტომ რომ ადრე თუ რაღაცა მაინც ცდილობდნენ რომ შეეკერათ საქმე, შეეთითხნათ, რაღაცა მოეძიათ ფორმალურად მაინც მტკიცებულებები, ახლა ესეც კი ეზარებათ, ან უბრალოდ ვერ ახერხებენ, ხო? და მოიფიქრეს ასეთი რამ. საზოგადოებამ რომ არ დაგვცინოს, მოდი რა დავხუროთ ეს ხდომა და ვთქვათ რომ საიდუმლო მასალაა. ან გურამ როგავა საერთოდ არ შეუშვათ რომ ერიკიდან ამბავი არ გამოიტანოს. გაუგონარი ამბავია, საქმეზე დაზარალებული პირი სასამართლოს ხდომას ვერ ესწრება და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ეს შენობა სადაც დღეს მე ვცდილობდი შესვლას, რეალურად სასამართლო კი არ არის, გარედან მას რაღაცა ღები აქვს და წარწერა თბილისის საქალაქო სასამართლო, მაგრამ რეალურად ის არის ბიძინა ივანიშვილის რაღაცა თეატრი, სახელო ბიძინა ივანიშვილის სახელობის თეატრი, სადაც თოჯინები არიან ეს მოსამართლეები. გურამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ტენდენცია გახდა, სხდომების დახურვა ეს ერთია და საერთოდ საქმეების დახურვა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საჯაროობას უგრძალავენ ადამიანებს, თავის საკუთარ საქმეზე ვერ ლაპარაკობენ და ეს არის აი ეს ეგრეთ წოდებული გაუთქმელობა, რომელზეც უნდა მოაწერინონ ადამიანებს ხელი და ეს რაღაც იძულება, აი თუ ესე იგი ხელს არ მოაწერს სისხლის სამართლის ლაპარაკებ ამაზე, სისხლის სამართლის პასუხისგებლობას აკისრებენ ადამიანებს, ხურავენ სხდომას, ანუ აბსოლუტურად ჩაკეტილ რეჟიმში. ჩვენ გვახსოვს, როდესაც გახსნილი იყო სხდომები, ესეთი ჯარიმები გაქვს საერთოდ. როდესაც გახსნილი იყო გურამ სხდომები, ჩვენ ნახეთ როგორ გაცამტვერდა იქ სასამართლოც, პროკურატურაც ყველაფერი და ამიტომ ისწავლეთ და თქვენს რომ მოდი დავხუროთ. ხო, მაგრამ აი რა დაგარწმუნებდა შენ იმაში, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არის დამნაშავე, ან არ არის დამნაშავე. ეს ცარიელი ფურცლები შენ ამაში ვერ გარწმუნებს, იმიტომ რომ ამ ცარიელ ფურცლებში გადის რამდენადაც ხვდები ის აღიარებითი ჩვენებაც, იმიტომ რომ ეს ყველაზე სუსტი მტკიცებულებაა, თუ კი სხვა რაღაცები არ უმაგრებს ამას ზურგს. ხო, აი შეგიძლია მითხრა, რა იქნებოდა ის ფაქტები, რომელიც გურამ როგავას დაგარწმუნებდა, რომ ნამდვილად ის კაცი ზის ბრალდებული სკამზე, რომელიც შენ ნახე. ხო, შენ ედიტორიალში ვახო ახსენე, რომ ელისო ჯარიაშვილის გამოძიების შემდეგ თბილისის პროკურატურა მისწერა წერილი შსს-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გთხოვ დაადგინოთ გურამ როგავაზე თავდამსხმელი და მეორე დღესვე დაბრუნდა პასუხი, დიახ, დავადგინეთ გურამ როგავაზე თავდამსხმელი და ეს არის გურამ კირკიტაძე. მარტივად მოხდა ხო იდენტიფიცირება და ამას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერი და ქართული ოცნების სხვა სახეები გვიმტკიცებდნენ, რომ სამწუხაროდ აი ამ გახმაურებულ საქმეებზე ვერ დგინდებოდა დამნაშავეების ვინაობა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიცირება და თურმე ერთ წინადადებიანი მიმოწერით შესაძლებელი ყოფილა 170-ზე მეტი დაზარალებულია მსგავს საქმეებზე და თუ ასე ერთი მიწერით შეიძლება ამის გარკვევა, მისწერონ ბატონო დღესვე და გავარკვევოთ ის 170. ხოდნია შინაგან საქმეთა სამინისტრო, არა მე დარწმუნებული ვარ რომ იციან, მაგრამ თურმე მოწერა შეუძლიათ უკან პასუხის. თუ ოღონდ ამ წერილში ვახო მე რატომ ვარ დღეს მე გურამ გოგა კირკიტაძის ადვოკატი. მე მისი ადვოკატი ვარ, ასე გამოდის, ხო? იმიტომ რომ ამ მიმოწერით არაფერი არ დასტურდება. იქ რომ წერია რომ დიახ, დავადგინეთ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გურამ როგავაზე თავდამსხმელი გურამ გოგა კირკიტაძე, იქ არ არის მითითებული რის საფუძველზე დაადგინეს, რამე ექსპერტიზა ჩატარდა, რამე სათვალთვალო კამერების ტრაექტორიის გაშიფვრის შემდეგ დადგინდა რეალობა. საქმეში არის ამ ცარიელ ფურცლებთან ერთად გურამ კირკიტაძის აღიარებითი ჩვენება. მე როგორც ჟურნალისტს ეს ფარატინა ფურცელი მგონია. შენ ცდილობ რომ შეხედო, ეს ძალიან ძიმე ფაქტი იყო შენ ცხოვრებაში, შენ ცდილობ რომ შეხედო როგორც ჟურნალისტი. კი, რა თქმა უნდა, კი, მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი, არ მჭირდება ამ საქმეზე ვიღაც პირის დასჯა, თუ მე თვითონ არ ვიქნები დარწმუნებული, რომ ის ნამდვილად არის ჩემზე თავდამსხმელი. მე უბრალოდ ღამე არ დამეძინება მშვიდად. გურამ კირკიტაძეს ჩვილი ბავშვი ყავს, მეუღლე ელოდება სახლში. არ ვამბობ რომ ის ფრთიანი ანგელოსია, შეიძლება უარესი საქმეები აქვს გაკეთებული ამ სისტემაში. და ის ჩემზე ბრალი რომ აღიარა ციხეში უკვე საპყრობილეში. გურამ, ეს ძალიან ძიმე ტვირთია სინამდვილეში.
რომ შენ არ იცი ეს ადამიანი არის დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე. ეს ადამიანი ნამდვილად ის არის, ვინც შენ სასიკვდილოდ გაგიმეტა თუ არ გაგიმეტა. შეგიძლია გითხრა ეს შეკითხვა ახლა გამიშთა, იმიტომ რომ გისმენ და მძიმე მოსასმენია. აი ამ განცდებზე შეგიძლია გითხრა, აი როდესაც არ იცი ადამიანი დაიცვა თუ ადამიანზე მოითხოვო სამართლიანი სასჯელი. ეს რა ემოცია არის შენთვის როგორც ადამიანის? მე მესმის აბსოლუტურად რომ უყურებ როგორც ჟურნალისტი, მაგრამ ეს მთლად ასე ვერ იქნება, იმიტომ რომ შენ გადაგხდა თავს. უბრალოდ ვახო, აღიარებითი ჩვენება მხოლოდ არაფერს ადასტურებს. ეს აღიარებითი ჩვენება რა გარემოებებში მიიღო პროკურატურამ? ეს ცალკე გამოძიების საკითხია პირადად ჩემთვის. ეს იყო დაშინება თუ მოსყიდვა, რაზეც არის სხვადასხვა წყაროს ცნობით. საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ არა მხოლოდ ჩემს საქმეზე, სხვა საქმეებზე სპეცრაზმელებმა დაწერეს აღიარებითი ჩვენება. შესაძლოა კიდევ სხვა მექანიზმები იყო გამოყენებული. აღიარებითი ჩვენება არ ნიშნავს, რომ საქმე უნდა დაიხუროს. ეს არის ფურცელი, სადაც წერია გურამ კირკიტაძის ჩვენება, რომ მე ვაღიარებ გურამ როგავაზე თავდასხმას, მაგრამ რა პირობებში დაწერა ეს ამ ადამიანმა? ზეწოლის თუ მოსყიდვის გამო ეს არის გასაკვირი. რამდენად საეჭვო დეტალია შენთვის ის რომ ეს ადამიანი იყო დაკავებული როგორც ირკვევა პირველი მაისიდან ადმინისტრაციული რაღაც საავტომობილო ინციდენტთან დაკავშირებით. მართვის მოწვევის გარეშე მთვრალი მართავდა საჭეს და ამის გამო იყო საპატიმროში, როცა უეცრად მოუნდა რომ ჩემზე გაფიქრებინებს რომ რეალურად ეს ასე კი არის. ახლა ამ სტრუქტურაში ვახო, შენც იყავი გარკვეული პერიოდით საპყრობილეში, იცი იქ როგორი გარემოა და ადამიანი რა თქმა უნდა მოწყვლად იხდება ასეთ გარემოში 4 კედელში ზეწოლა მასზე უფრო მარტივია, იმიტომ რომ მარტო გრძნობ თავს დაუცველად და შესაძლოა იქ უფრო მეტად გატყდეს ადამიანი. და აი ემოციებზე რომ მკითხე, ეს არის მე რაც ახლა მაწუხებს ვახო, პროკურატურამ, რომელიც რეალურად ჩემი წარმომადგენელი უნდა იყოს, მაგრამ არ არის დღეს, რა ვიცი, პროკურორი ისეთ პოზიციაზე იყო, რომ მე მდებდა ბრალს რაღაცეებში, რეალურად ის ჩემი წარმომადგენელია ფორმალურად. პროკურატურამ უნდა დამარწმუნოს, რომ გურამ კირკიტაძე მესდანაშაული ჩაიდინა ოღონდ არა აღიარებითი ჩვენებით. რითი უნდა დაგარწმუნოს? აი რას ფიქრობ რა? ექსპერტიზა. მაგალითად, რისი ექსპერტიზა? აი რამდენად ემთხვევა იმ ცნობილ კადრებში ასახული სპეცრაზმელის აღნაგობა ვიზუალი გურამ კირკიტაძის ფიზიკურ მონაცემებს. გურამ კირკიტაძე მე ვიდრე არსებითი განხილვა დაიწყებოდა, მანამდე ვიყავი სხდომაზე ზუსტად აი ამ პრაგმატული მიზნით მისული, რომ მე ნახა პირისპირ თვალებში ჩამეხედა და ის თვალებში ვერ მიყურებდა, მართალია ბოდიში კი მომიხადა, მაგრამ თვალებს ვერ მისწორებდა და ჩემთვის სხეულის ენასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჟურნალისტები ვართ და რაღაცა ეს ცალკე გავია. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანი ამოიცნოს პროფესიის ნაწილი, მე ამაზე კითხავ უბრალოდ. კი, როცა ადამიანი თვალებში ვერ გიყურებს, ეს ჩემთვის უკვე სხვა რაღაც სის ნიშანია და იყო ძალიან დათრგუნული, მე გრძნობდი მის განწყობას. მე მინდა რომ მას კიდევ ერთხელ ამ ეთერით მივმართოვა, ხო? დღეს არსებული, აი დღეს 13 ივლისია, დღეს საქმის მასალებში არსებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებებით და რეალურად უშინაარსო ცარიელი ფურცლებით მე მისი ბრალეულობა არ მჯერა და თუ პროკურატურა ახლა ამ საქმეს რამეს დაამატებს ახალს, დამიმტკიცებს, ექსპერტიზას ჩაატარებს, სადაც დადგინდება რომ ნამდვილად ის იყო თავდამსხმელი, გაშიფრავს სათვალთვალო კამერებს, რომელზეც ადრე მეუბნებოდნენ რომ მაინც შენზე თავდასხმის დროს გამოვიდა წყობიდან და ყველა ჩანაწერი ზვიადის შემთხვევაშიც ეს თქვეს მაისაშვილი. საფუძველზე აღიარებითი ჩვენება არის, აი მართლა ცარიელი ფურცელია, შენც ხომ იცი ვახო. ეს არის ცარიელი ფურცელი და ამათ ახლა სურვილი აქვს რომ მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და თქვან რომ ამორჩა რა და დამთავრდა აი აღიარა ადამიანი. მოდი ბარემ აი ამ მტკიცებულებები მინდა, მტკიცებულებები მჭირდება. ეს საქმე გახსნილი უნდა იყოს, ეს ჭირდება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აი რეაგირება მოვახდინეთ 170 საქმიდან 3 საქმეზე. ხო, გურამ, მოდი ბარემ აქვე კითხავ ამ ბოდიშზე.
როგორი იყო ეს ბოდიში? ან შენ სხეულის ენა ახსენე, შთაბეჭდილება ადამიანი ამას როგორ ამბობს, რანაირად ამბობს. მე იქითკენ კი არ მივყავს საუბარი, შენ გაგიმყარა რამეში რწმენა თუ შეგიმცირა პირიქით ამ ადამიანთან დაკავშირებით, უბრალოდ მართლა საინტერესოა, როდესაც მიდიხარ და სხდომაზე წარმოგიდგინეს ადამიანი, რომ აი ეს არის ის ჯალათი, რომელმაც შენ სასიკვდილოდ გაგიმეტა და შემდეგ გესმის ბოდიში რაღაც ფორმით. საინტერესოა ეს ჩემთვისაც მაყურებელი. ეს ჩემთვის იმ მომენტში აღიქმებოდა როგორც აი შუბზე რომ მიაბჯენენ იარაღს და რაღაცის თქმას აიძულებენ ადამიანს, აი რაღაცა ასეთი ფორმით მოხდილ ბოდიშს გავდა ჩემთვის იმ მომენტში. მის თვალებში იყო ავიც ძალიან დიდი სევდა დაბნეულობა და თან შიში და მე მგონია რომ ამ ადამიანს შეიძლება მას არ აწყობდეს თუ ეს გარიგების ნაწილია რომ ის უნდა ცოტა ხნით იჯდეს ციხეში ჩემს საქმეზე საერთოდ შეიძლება არ აწყობდეს ახლა გამართლება მაგრამ მე მას ვპირდები ამ საქმის მასალებით რაც მის საქმეშია ჯერ მგონი ადვოკატიც არ ყავს მე ვიქნები მისი ადვოკატი მე დავიცავ იმიტომ რომ მე ამ მტკიცებულებებით ეგრეთ წოდებული მტკიცებულებებით მის ბრალეულობაში ვერ დამარწმუნა პროკურატურა და ის ბოდიშიც ხო ის ბოდიშიც მაისაშვილსაც მოუხადეს ბოდიში ეს ხომ ვიცით ახლა რა ვიცი საჭიროა ეს ამ უშინაარსო და უაზრო სპექტაკლს სჭირდება ეს რაღაცნაირად განვითარების ერთ-ერთი ნაწილია რომ მე მედიამ გააშუქოს რომ აი ზვიად მაისაშვილს გურამ როგავა სპეცრაზმელებმა ბოდიში მოუხადეს. ეს არის ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნაწილი, რომ აი ისევ ამ სპეცრაზმელების მიმართ გაჩნდეს რაღაც განცდა, რომ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და საზოგადოებაში შენელდეს რეაქცია. მესმის, შენ საკმაოდ ფრთხილად ლაპარაკობ ამ თემაზე გამომდინარე, მე აბსოლუტურად მესმის ეს გამომდინარე იქიდან, რომ შენ ვერ დაგარწმუნეს ეს კაცი არის თუ არა ნამდვილად ის ვინც თავს დაგესხა, მაგრამ არის კიდევ ერთი პირი ინიციალებით იშ ვისაც სახში მივაკითხე ვისაც სახში მიაკითხე და ეს იყო აქ გასული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დადგენილი პირი. შემდეგ ეს ინფორმაცია იყო გადამოწმებული. მაგრამ ის არ გამოკითხა საერთოდ პროკურატურამ ყოველ შემთხვევაში ახლა არ ვიცი, მაგრამ არ იყო გამოკითხული. ეს რას გაფიქრებინებს შენ და იმ პირის მიმართ შენი ეჭვები გაძლიერდა თუ არა? ხო, უბრალოდ აი მოყვები როგორც იყო და რაც არის გარემოებები და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. სულ თავიდან მაისის დასაწყისში ელისო ჯარიაშვილმა მითხრა რომ წყაროსგან ჰქონდა ინფორმაცია ჩემი საქმის ფიგურანზე, ჩემი თავდამსხმელის ვინაობა იყო ზუსტი და მთხოვა თუ შევძლები ემოციურად ამ გამოძიებაში ჩართვას. მე ჩავერთე ამ საქმეში და მართლა იმ მომენტში ემოციებისგან დავიცალე და ვთქვი რომ მოდი ახლა მიკროფონს დავიჭერ ხელში და შევასრულებ ჩემს ჟურნალისტურ პროფესიულ მოვალეობას მიუხედავად იმისა რომ ამ საქმეში ვარ მხარე. და როცა მივედით ამ პირთან ერთ-ერთ რეგიონში მის საცხოვრებელ მისამართზე მე დავურეკე მას და ვუთხარი გამარჯობა, მე ვარ გურამ როგავა, მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ თქვენ ხართ თავდამსხმელი და თუ შეიძლება თქვენი პოზიცია გამოცანით. მე მან მითხრა ტელეფონში რომ არა ეს არის სიცრუე, გამითიშა და იმ წამსვე ყველა ვიდეო და ფოტო წაშალა TikTok-იდან, Instagram-იდან, Facebook-იდან ეს მასალები ჩვენ ყველა შენახული გვაქვს და არქივებულია. ამ ადამიანის და შესახებ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ პროკურატურამ გამართა ის იძულებითი ბრიფინგი და განაცხადეს რომ აი დააკავეს ჩემზე თავდამსხმელი. თავიდან ყველას გვეგონა რომ იყო სწორედ ის პირი ვინც ელისო ჯარიაშვილმა დააიდენტიფიცირა თავის გამოძიებაში, მაგრამ მე გაირკვა რომ საერთოდ ეს ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. ერთი მიმოწერითო როგორც ხო და შემდეგ შენს კონდა შესავალ სიტყვაში ვარ ხო ანუ ჩვენ გამოვკითხეს მე და ელისო და იქ მე და ელისო კონკრეტული სახელები და გვარები მაღალჩინოსნების ჩამოუთვალეთ და მათ შორის ამ პირის ვიზეც თავდაპირველად მომზადდა გამოძიება და ვითხოვეთ რომ უბრალოდ იქნებ გამოკითხოთ ადამიანი ჩვენ მას ბრალი დავდეთ რომ ის არის თავდამსხმელი. ჩვენ მისი მეზობლები ჩავწერეთ. მისი კარატის მასწავლებელი, ვინც ამბობდა, რომ ხო, ღონიერი ბიჭია და უწყებაში დააწინაურეს ძალიან მოკლე პერიოდშია. საპასუხისმგებლო დავალებებს აძლევდა. კი ბატონო, ეს არის ფაქტები. ანუ შენ კარგად ხვი რომ მაყურებელმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, ხო? ხო, მაგრამ დღემდე არ გამოვიკითხავთ ეს პირი, ვისაც ჩვენ ბრალი დავდეთ. დღემდე ფორმალურადაც კი აი ამ საქმის მასალებში მისი გამოკითხვა. ეკითხათ, შენ ხომ არ ახარ შემთხვევით. უბრალოდ
ეთერება დასრულდა. აი რაღაცა ოქმი შეედგა. ისე თქოდა რომ არა ვარ, ან არ ვიცი რა ეთქვა. ფორმულას ეთერში გასულ რეპორტაჟზე. არა, არც კი პროკურატურის შენობა სად არის მისამართი არ იცის იმ ადამიანმა. არც კი დაუბარებიათ. კი ბატონო, გურამ. ეს ხო ყველაფერს ხო, ეს არის ფაქტი. ამერიკაში ვიყავი ცოტა ხნის წინ და ირაკლი შაიშმელაშვილს ველაპარაკე, ეს ინტერვიუ საჯაროც იყო და ამიტომ გავიმეორებ მის დასკვნას. მისი ინფორმაციით მას სხვა ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს. იყო ეგრეთ წოდებული შემსრულებელი. არსებობს იშ ასევე ხაბეიშვილის სცენაში, დავით კაცარავას სცენაში ის იყო, ასე ვთქვათ, მთავარი ფიგურანტი, ასე ვთქვათ, ღონიერი ახალგაზრდა ბიჭი იყო მაშინ 21 წლის და ეთქოდნენ რომ აი ეს კონკრეტული პირია საცემი და მიდიოდა დავალების შესასრულებლად უსიტყვოდ სამაგეროდ იღებდა პრემიებს და ჩემზე თავდასხმის შემდეგ მოიარა ძვირადღირებული მსოფლიოს კურორტები და წარმოიდგინე ამ ადამიანს მფარველობენ დღემდე და გამოკითხვაზე ფორმალურადაც კი არ იბარებენ, ესე იგი ეს ნიშნავს რომ მას ვიღაც მფარველობს და შაიშმელაშვილმა მითხრა ასეთი ვერსია რომ ეს კონკრეტული პირი არის ხარებას დაჯგუფების წევრი და ისევ სისტემაში შიგნით არის დაპირისპირება ხარებასა და მეორე კლასს შორის და არის ასეთი შეთანხმება რომ უნდა გაიწიროს სულ სხვა კლანის ბიჭები და ისინი ზეწოლის თუ რაღაცა შანტაჟის თუ ნაწილობრივ ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მოსყიდვის საფუძველზე ამ სცენარზე თანახმა არიან. კიდევ ბევრი შეკითხვა დამრჩა, მაგრამ ორს მოვასწრებთ, ორ შეკითხვას და პასუხს. შენი აზრით რა მოხდა იმ დღეს? შენ ძალიან წვავე ეთერი მიყავდა ადგილიდან, ჰქონდა ჩართვა. შენ გერთვებოდი? დიახ, და ერთად მუშაობდით, მე სტუდიიდან შენ იყავი ველზე, გარეთ ძალიან წვავე შეფასებები ჰქონდა ადგილიდან და მე ხდება ეს ფაქტი. როგორ ფიქრობ, ეს იყო რაიმე სპონტანური მოქმედება წახალისებული ზოგადი სიტუაციით, ზოგადი ძალადობით რეჟიმის მხრიდან და იქ მიღებული გადაწყვეტილება ამ სპეცრაზმელის მხრიდან თუ ეს იყო მიცემული ბრძანება, რომ თავდასხმა მომხდარიყო შენზე? კი, ხო, ძალიან ზუსტი კითხვა. ახლა ზუსტად ამას ცდილობს პროკურატურა, რეჟიმი, ირაკლი ყობახიძე და მთელი ქართული ოცნება, რომ თითქოს ეს იყო ერთი სპეცრაზმელის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ის არავის მითითებას არ ასრულებდა. ეს არის სრული სიცრუე. ზუსტად აი ამიტომ ვიცავმე მას, რომ ახლა რაღაც პატარა ჭანჭიქს უნდათ რომ შეაწმინდონ ხელი. მთავარი არის მე და ელისომ კონკრეტული მაღალჩინოსნების სახელები და გვარები გამოძიებას უთხარით, ვინც ჩვენი ინფორმაციით იყვნენ უკანონო ბრძანებების გამცემები და ისინი არიან გამოსაკითხები და დღემდე არ დაუბარებიათ პროკურატურაში, ხო? ეს არის მთავარი, ვინ გასცა ბრძანება, ვინ იყო ამ ბრძანების მაღლა, ვინ მფარველობდა ამ ადამიანებს და ვინ გასცა ამ ადამიანების მიმართ დაპირება, რომ ისინი დაუსჯელებით არჩებოდნენ. მე რატომ ჯერა რომ ეს არ იყო გადაცდომა, მისი პირადი ინიციატივა ამ თავდასხმამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე მესმოდა ეგრეთ წოდებული შავი კაცუნებისგან, ასე მოვიხსენიებდი მათ ეთერში, როგავა ნახე დღეს შენ რა მოგივა. მე მათ იყო მუქარა, ანუ დანარჩენ სიტყვებს ვერ ვიყო ეს ხალხი ვისგანაც იყო. ნიღბიანები ეს შემადგენლობა პროცესში, როცა მე ეთერში ვიყავი, ისინი გაღიზიანებულები იყვნენ, იმიტომ რომ მე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდი იმ პერიმეტრზე, როცა დაიწყო ეს პროტესტი და ხალხმა სპონტანურად დაიწყო რუსთაველზე შეკრება და ვეძებდი ამ ადამიანების ლოკაციებს, შეკრების ადგილებს რუსთაველის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში, სხვადასხვა სკვერებში, იტალიურ ეზოებში იმალებოდნენ, მათი მობილიზება ხდებოდა, არ ვიცი თუ გახსოვს, დღის განმავლობაში მე პროდიუსერს ურეკავდი, როგორც კი უპოულობდი მათ ახალ თავშესაფარს, სამალავს, ვეუბნებოდი ვიწყებთ ეთერს, ჩართულია კამერა, მოემზადეთ და მე შევდიოდი ეთერში. იყავი პრობლემა მათ. კი, და მე შევდიოდი ეთერში და ვეუბნებოდი, მე არ მოგაჩინეთ ახლა ახალ მისამართზე, რატომ აფარებთ აქ თავს და ასევე თავი კითხვა რა იყო ჩემი მხრიდან, რომ შავი ტანსაცმელი გაწვიათ, არც ნომერი გაქვთ, არც საიდენტიფიკაციო რამე წარწერა, არც პოლიცია გაწერიათ. მე საქართველოს მოქალაქე როგორ მივხვდეთ, თქვენ კრიმინალები ხართ თუ ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას წარმოადგენთ? და აი ამ შეხლა-შემოხლაში იქ იყო ინციდენტი, როცა გაგვათრიეს ზალით და კამერა დააზიანეს. და აი ამ პროცესში ვიყავით მთელი დღე, ისინი იყვნენ გაღიზიანებულები და ასე ვთქვათ მოვინიშნებენ. მაგრამ ამასთან ბევრად ადრევა, ხო, შენ გახსოვს ალბათ მარტივი ფორმულა იყო, ფორმულას ეთერში გადაცემა. მე დავყვებოდი ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო კამპანიებზე და იქაც პრობლემა იყავი მათ. იყო ერთი და იგივე სიტუაცია, როცა ბიძინა ივანიშვილი
ბოლო გამომსვლელი სცენაზე დგებოდა, ხალხი მასიურად ტოვებდა შეკრებას, რომელსაც ერქვა ქართული ოცნების მხარდამჭერების შეკრება და შენ იქიდექი და იღებდი ინტერვიუებს და ცოტა ხალისობდი და რაღაცა საინტერესო რეპორტაჟები იყო მუდმივად კვირაში ერთხელ ამას ვამხელდით რომ ბიძინა ივანიშვილის მოსმენა არ უნდოდა ქართული ოცნების მხარდამჭერების საფარქვეშ მობილიზებულ ხალხს და ამის გამო მე რჩევებს ჩვენი მეგობრებისგან პრესამსახურში დასაქმებულებისგან სხვებისგან ვიღებდი რომ ასე არ შეიძლება ამას აქვს ძაბრი რეაქციები პარტიაში და რაღაცა თხოვდნენ ტონის შერბილებას და იყო მუქარები. რა თქმა უნდა, ეხლა ამაზე არ გამიმახვილებია ყურადღება მუქარები ჩვენი ყოველდღიურობა, ხო, მაგრამ მე აი ამ პროცესს აღვიქვამ იმად, რომ იმ მომენტში საპროტესტო აქცია იყო გამოყენებული როგორც ასე იგი სრული სურათი, რომელიც შენ აღწერე, აი ამ სრულ სურათს ჩემთვის ახლა კიდევ დამატებით სცენს დამაჯერებლობას, რასაც ახლა ამბობდი 2 წუთის წინ, რომ უშუალოდ იმ დღეს შენი ყურით გაიგონე მუქარა. კი, ჩემი გვარი გავიგო. შენი გვარი გავიგო. ნახე დღეს შენ ამოგვიდა და ცოტა ხანში ხდება ის რაც შენ ეთერში გააშუქდა. და ჩემი დასკვნითი შეკითხვა იქნება, როგორ ფიქრობ, აი ამ საქმე, ხო, ერთსაც ვიტყვი აქ, ესე იგი, რამდენი საქმეა, ხო, რამდენი საქმე, უამრავი წამების საქმეები, ძალადობის საქმეები. შენი აზრით, რას მიაღწია ქართულმა ოცნებამ? აი ამ ეგრეთ წოდებული გახსნით საქმის, აი ამის გამოცხადებით, რომ აი მე გავხსენი საქმე. ოღონდ ჯერ იყო ჟურნალისტური გამოძიება, ალბათ მათ ცოტა სხვანაირად წარმოედგინათ ეს ამბავი, ხო, მაგრამ მაინც გახსნილად გამოაცხადა. არა, ელისო ჯარიაშვილის გადაცემა რომ არ გასულიყო მაისის დასაწყისში ამ საქმეს არ გახსნიდნენ ვახო, ამ ბრიფინგზე რომელიც იძულებით ჩატარდა პროკურატურაში, სხვა გზა არ ჰქონდათ, იმიტომ გააერთიანეს ჩემს საქმესთან ერთად ხაბეიშვილის და მაისაშვილის საქმე და თქვეს რომ გავხსენითო. იცოდნენ რაღაცნაირად უსაფრთხოების წესები ვერ დავიცადვით, ყველგან გვისმენენ. მზადდებოდა ასევე ამ საქმეებზე ჟურნალისტური გამოძიებები და ისევ ფორმულას ეთერში, ისევ სხვა კრიტიკული ტელევიზიის ეთერში რომ გასულიყო სხვა საქმეზე ასეთი სკანდალური საგამოძიებო რეპორტაჟი, ეს ნიშნავდა უკვე დადასტურებულად, რომ პროკურატურიდან პირდაპირ ჟურნალს ინფორმაცია ისევ საკუთარივე სისტემა შიგნიდან არის გატეხილი და იქ ხდება ქაოსი. და იფიქრეს, რომ მოდი კრიტიკულ მედიას რატომ მივცეთ ახლა ისევ სალაპარაკო და რატომ გავაძლიეროთ ჩვენვე მოდი ამავე ბრიფინგზე გავაერთიანოთ ეს სამი საქმე და ვთქვათ რომ ჩვენ თვითონ გამოვიძიეთ. ელისო ჯარიაშვილის გამოძიება რომ არ ყოფილიყო ეს შედეგი არ გვექნებოდა საერთაშორისო პარტნიორების საჩვენებლადაც ეს სჭირდებათ ყველაზე გახმაურებული საქმეების ეგრეთ წოდებული გამოძიება, მაგრამ მე გურამ გოგა კირკიტაძეს, რომელიც შესაძლოა ახლა ციხეში გვიყურებს, კიდევ ერთხელ ვპირდები ამ საქმის მასალებით ეხლა დღეს რაც მაქვს, არ ვიცი ხვალ 14 ივლისს რაც დაამატებენ, ჯერჯერობით რაც მაქვს, გურამ რა ვიცი, მე ვიქნები შენი ადვოკატი, შენს უფლებებს დავიცავ ამ საქმის მასალებით, იმიტომ რომ შენს ბრალეულობას ეს საქმის მასალები ვერ ადასტურებს. თუ რამე დაემატება, კი ბატონო, მაგრამ ხო, შენ შესაძლოა ეს არ გაწყობდეს, რაღაც გარიგების ნაწილი იყო, მაგრამ ჯერჯერობით შენი ადვოკატი ვიქნები.